გარემოს დაცვის მიმართულებით ბოლო წლებში თბილისში განხორციელებული პროექტების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ბოლო 8 წელიწადში განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. ახალი პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა იყო თემები, რაზეც ყველაზე მეტი აქცენტი გაკეთდა. ზღვის უბნის პარკში დღევანდელ პრეზენტაციას პრემიერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მაკა არჩევნიშვილი შემოგვიერთდება დეტალებით, ახლა მოამბეის ღია ეთერში მაკა გისმენთ. როგორც კახა კალაძემ პრეზენტაციის დროს განმარტა, გარემოზე ზრუნვა თბილისის მერიისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად მისი განმარტებით თბილისის მერია საკმაოდ ბევრს ზრუნავს იმისთვის, რომ დედაქალაქი იყოს გამწვანებული და შეიქმნას ბევრი რეკრეაციული სივრცე და ასევე პარკები. როგორც კახა კალაძემ განმარტა, წინა წლებში ფიქსირდებოდა ისეთი ფაქტები, რომ ხდებოდა რეკრეაციული სივრცეებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის გასხვისება იმ მიზნით, რომ იქ სხვადასხვა ტიპის შენობა ნაგებობები აშენებული იყო და თბილისის მერის შეფასებით მისი მერობის პერიოდში თბილისის მერიას ბევრჯერ მოუწია კერძო პირზე გასხვისებული ანალოგიური ტერიტორიის გამოსყიდვა იმისთვის, რომ იქ არ აშენებულიყო შენობები და გაკეთებულიყო რეკრეაციული სივრცეები და მოწყობილიყო დედაქალაქში პარკები. როგორც შენ უკვე აღნიშნე, მარიამ დღევანდელი პრეზენტაცია გაიმართა ზღვის უბნის პარკში და როგორც თბილისის მერმა განმარტა, ეს პარკი არის იმის თვალსაჩინო მაგალითი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის რეკრეაციული სივრცეების შექმნა. Მთლიანად მოწესრიგებული ახალი ხელმცენარეები, ყველანაირი პირობები იმისთვის, რომ ადამიანმა დაისვენოს, განიტვირთოს, ივარჯიშოს და რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ ამ დამოკიდებულებას. თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც ჩვენ გავაკეთეთ, როდესაც 2017 წელს პირველად მხარი დაგვიჭირა თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ, აბსოლუტურად შევცვალეთ ის მავნე პრაქტიკა, რაც იყო დამკვიდრებული. და რა იყო ეს? ჩვენ გვახსოვს, რომ ხდებოდა გასხვისება რეკრეაციული სივრცეების, ხდებოდა გასხვისება პარკების, იმისთვის, რომ შემდეგ იქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულიყო. მე ბევრჯერ მithქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ცხადია ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ იმის, რომ მოხდეს მშენებლობა, ქალაქის განვითარება, წინსვლა სხვანაირად შეუძლებელია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ უნდა მოხდეს რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე. ეს არ უნდა მოხდეს სპორტული მოედნების ხარჯზე. და მთლიანად შევცვალეთ ეს დამოკიდებულება. მთლიანად შევცვალეთ მიდგომები. მოგვიწია კონკრეტული სივრცეების გამოსყიდვა და დაბრუნება მუნიციპალიტეტისთვის, რომ იქ არანაირი მშენებლობა არ განხორციელებულიყო და ბევრი ასეთი ტერიტორია დაუბრუნდა თბილისს და თბილისელებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ დამოკიდებულებას, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე, მეტი პარკი შეიქმნას დედაქალაქში. ძალიან მიხარია და ამაყივა, რომ ჩვენი პოლიტიკით და განხორციელებული პროექტებით ჩვენ შევქმნით ქალაქში უამრავი მიზიდულობის სივრცე, მიზიდულობის ცენტრი, ყველა რეაბილიტირებული პარკი, ყველა რეაბილიტირებული სკვერი, ახალი შექმნილი პროექტები, ნახეთ, გადავსებულია ადამიანებით. ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს აღნიშნული პარკებით და სკვერებით. სარაჯიშვილის ბულვარის და შესაბამისი სკვერის რეაბილიტაცია მოხდა 2.5 ჰექტარ ფართობზე, ასევე მარშალ გელოვანის სახელობის სკვერი, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარეთ არის და ასობით ვიზიტორი ყავს ამ პატარა სკვერს ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, ვაკის პარკი, ეს არის პარკი, სადაც თაობები გაიზარდა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი. ასევე თავისუფლების მოედანზე პუშკინის სკვერი, ამ სკვერს ძალიან ბევრი ქალაქის ვიზიტორი სტუმრობს. დიღმის მასივში მაიაკოვსკის ძეგლიდან პრაქტიკულად ლიუბლიანას ქუჩის დასაწყისამდე მოწესრიგდა და მოეწყო ერთიანი სარეკრეაციო სივრცე. სამგორში, ვარკეთილის ზემო პლატოში მოეწყო ულამაზესი პარკი და ასევე ბევრ ამ არეალში, როგორც გითხარით, არასდროს არ ყოფილა სარეკრეაციო სივრცეები და შედეგით სახეზე გვაქვს ძალიან კმაყოფილია მოსახლეობა, როცა ამ მასშტაბის პროექტები ხორციელდება უშუალოდ მათ უბნებში. ისტორიულ ნაწილშიც გორგასალის ბულვარის რეაბილიტაცია მოხდა და დაგეგმილი არის მიმდებარე სკვერების რეაბილიტაციაც, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება.
ასევე მუხიანში განხორციელდა ძალიან საინტერესო პარკი, რომელიც რელიეფზე არის შეფენილი და დაახლოებით ჰექტარ ნახევარ ტერიტორიას მოიცავს. სამგორის პარკი, ეს არის პარკი, რომელიც მდებარეობს კახეთის გზატკეცილზე, ეს პარკი წლების განმავლობაში იყო კერძო მეიჯარეზე გადაცემული, რომელსაც პრაქტიკულად დავიწყებული ჰქონდა ეს სივრცე და ბოლო დროს უკვე საფრთხესაც წარმოადგენდა აღნიშნული ფურნიტურა ამ ტერიტორიაზე, ამიტომ მოხდა პარკის დაბრუნება ქალაქის მმართველობაში და ძალიან ლამაზი პროექტი განხორციელდა. თბილისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებოდა საკმაოდ ბევრი სტუმარი, მათ შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე აქ იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების და ყველა მათგანი ერთხმად აღნიშნავს, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც თბილისში ხორციელდება, არის მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული და მორგებული და მათ კახა კალაძეს გაწეული საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს. ყველამ ნახა, ამდენად შთამბეჭდავია შედეგები, არდა ციფრების მეტყველებს ყველაფერზე 2600 დაახლოებით პარკი და სკვერი მოეწყო. 650,000 მეტი ნარგავი შეემატა ჩვენს დედაქალაქს. გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი, ყველა მიმართულებით არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები და თქვენ ასევე ხედავთ, როგორი გემოვნებით არის შესრულებული ყველა პროექტი. ამის ერთ-ერთი დასტური არის თემქის პარკი, სადაც დღეს ვყოფებით. ძალიან შთამბეჭდავია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, შედეგები, რომელიც გვაქვს არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ ზოგადად დედაქალაქის განვითარების კუთხით. და მადლობა ეკუთვნის, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დედაქალაქის მერს ამ პროექტებისთვის და მთლიანად იმ ზრუნვისთვის, რომელსაც ჩვენ ხედავთ დედაქალაქის მიერ. თბილისის მერის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ამ დროისთვის უკვე დასრულებულია და კახა კალაძე ასევე გეგმავს, რომ სამომავლოდ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გააკეთა თბილისის მერიამ განათლების, სპორტის და კულტურის მიმართულებით. მადლობთ მაკა არჩევნიშვილი საუბრობდა ღია ეთერში.